ჯგუფის წარმომადგენელს ბატონ ირაკლი დოლაბერიძეს. ძვირფასო საზოგადოება, მოგესალმებით. სპორტის აკადემია ჯერ კიდევ ყოფილი ფიზკულტურის ინსტიტუტის სახელით ყოველთვის იდგა, არის და იქნება ქართველი ხალხის გვერდით. ეს იყო 1978 წლის 14 აპრილი. ეს იყო 9 აპრილი, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი დაიღუპა აქ. ეს იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოვლენები, სადაც ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად იბრძოდნენ და იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ძირითად საქმეზე, სადაც 30-ზე მეტი ოლიმპიური თამაშების, 300-ზე მეტი მსოფლიოსა და ევროპის თამაშები აღზარდეთ. მწვრთნელთა არმია თაობებისა და სწორედ ესეთი ღირსეული წარსულის და მომავლის გაუქმება გადაწყვიტა აი ამ მთავრობაში შეკრებილი ვირთხების ხროვა. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები ნინო ბურჯანაძესთან კომენტარის გარეშე შევიდნენ. ამ შეხვედრაზე გადაწყდება წავა თუ არა ხელისუფლება დათმობაზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ოპოზიციის მოთხოვნებს, რომლებიც დღეს მიტინგის დაწყებისთანავე დაასახლეს. ესენია არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 2008 წლის გაზაფხულზე პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ცვლილებების საარჩევნო კოდექსში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ მოთხოვნების უკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოპოზიცია მიტინგის დაშლას არ აპირებს და საპროტესტო აქცია გაგრძელდება. მაგრამ ხომ იყო ხახული გრემი, იყო გელათი, იყო ვარძია და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლე თავის ხმლით გადასწია გვეწერა მხრებზე ძლევა დიდგორი ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს გზავნდნენ რომში ფარსმანის დიდხან დაგებას ბელონას ტაძრის სვეტებთან დგამდნენ ხან დარუბანდის ვლეწაუდით კარებს ხან თავიც კი ვერ გადაგვერჩინა ვიღავით მართლა ხრედა რაინდი თუ მითის ფერად ხუბში გვეძინა უფრო გზარავდა მომიზნებული მოყურის სისარი ისე მივდივარ ბოჭიც არჩევად შვილებს კანკელთან დასაფიცარი ესავართ რაც ვარ ცაზე ღრუბელი რაღაც საოცრად ჯაღისფრად წვება ნუ თუ სამშობლო მხოლოდ ეს არის მარტო ტკივილი და დამარცხება და შინდისფერი შენი დროშის სად არის სამრევლო ოკეანეში ტივივით ხარ დღეს საქართველო უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო ხმალს რომ ჩააგე იქნებ მაშინ ყვდები ქართველო
მაშინ როდესაც დღეს აქ რუსთაველზე 120,000 საქართველოს მოქალაქე არის შეკრებილი, საქართველოს პრეზიდენტი ახმეტესა და ბათუმში მართავს ტაშფანდურს, ვინაიდან მას ეშინია ქართული ხალხის რისხვის. ის სანამ ახმეტაშია და სანამ ბათუმში აპირებს წასვლას, მანამდე მისი გოშიები, მისი ეგრეთ წოდებული თანამოაზრეები, ფოკერიები და ნადირაძეები და დანი და ძმანი მისნი იძლევიან კომენტარებს, ისეთ კომენტარებს, რომლებიც შეურაცხყოფელია ყოველი ჩვენთაგანისათვის. მე მინდა გითხრათ ეს კომენტარები. მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ თურმე საქართველო საომარ მდგომარეობაშია და არჩევნების დანიშნა არ შეიძლება. გინდათ თქვენ ესეთი მაია ნადირაძე? გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ხალხის ულტიმატუმს არ მიიღებს, მეგობრებო. გინდათ თქვენ გიგა ბოკერია? მეგობრებო, რასაც ისინი აცხადებენ, ეს არის შეურაცხყოფელი ქართველი ხალხისათვის. მე ვეთანხმები მაია ნადირაძეს, რომ საქართველო დღეს საომარ მდგომარეობაშია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საომარ მდგომარეობაშია პრეზიდენტი თქვენთან, მეგობრებო, ქართველ ხალხთან, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ქართველი ხალხი. მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხელისუფლება არ არის ადეკვატური, გაერთიანებული ოპოზიცია იქნება ადეკვატური და თუ ის არ შეასრულებს სამართლიან და მინიმალურ მოთხოვნებს ქართველი ხალხის, მაშინ ქართველი ხალხი მას გამოუტანს გადაჩენს და მისი მოთხოვნა რა იქნება? აბა შეთანხმებით გადადექი, 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 გადადექი. მეგობრებო, ქართველებო, თქვენი ჭირიმე, თქვენ განაწვალეთ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიშალოთ და ჩვენი ბრძოლა ერთობლივად გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ. ქართველ ხალხს გაუმარ! 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 ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ არ ზუგდიდელი, მიუხედავად იმ ინციდენტისა, რომელიც ზუგდიდში მოხდა, მე ვენაცვალე ჩემ ზუგდიდს და მინდა მეგრული მხატვრული სიტყვებით დავამთავრო. ჩემი გამოსვლა და ძალიან მეგრელი ამას აქ ვინც არის გაიგებს. აბა უნა ტერს გუსოფად პიჭი ფართო გაგიმარჯვოთ ქართველებო. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეხლა ამ წუთებში რამოდენიმე ქვეყანაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ჩვენი თანამემამულები მართავენ საპროტესტო აქციებს. მივესალმოთ ჩვენ მეგობრებს და ჩვენ თანხმებს. ეხლა ინფორმაციისთვის სიტყვას გადავცემ ბატონ ჯონდი ბაღატურიას. გეტყვით, კარგამბავს გეტყვით. მეგობრებო, ჩვენ ეხლა ვიყურებთ მთელი მსოფლიო. აი ეხლა რეკავენ დათო უსუფაში ჩვენს მეგობარს ბელგიიდან ელაპარაკე, საფრანგეთიდან, მე ველაპარაკე რუსეთს, საბერძნეთს, გერმანიას. ყველა ჩვენი ემიგრანტი ეხლა ჩვენ ერთად ვიყურებს და მოდი ჩემო ძმებო, დებო, მშობლე, მოდი ყველამ ერთად მივესალმოთ, ტაშით მივესალმოთ ჩვენს მილიონახევარ თანამემამულეს. გესალმებით ჩვენო მეგობრებო, მადლობა ტელეკომპანია იმებს, რომ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ სამშობლოს გულიდან, თბილისის გულიდან აქ რუსთაველი 150,000-ზე მეტი ადამიანი გაშვეთის სიმდგომარე
მოგესალმებით რუსეთში, საბერძნეთში, შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში ბედუკუმართობით ჩვენგან წასულ ჩვენს 1,5 მილიონი ემიგრანტს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ყველას, ჩვენო ემიგრანტებო, ჩვენო ძმებო, დედებო, მშობლებო, შვილებო, თქვენ ყველა ძალიან გჭირდებით ისე როგორც არასდროს და დაბრუნდით, ღმერთმა დაგაბრუნოთ ჩვენ გელოდებით სუპელას. კიდევ ერთხელ მიესალმეთ, კიდევ ერთხელ ემიგრანტებს დიდი მადლობა, ემიგრანტებო, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენი ჭირიმე გენათვალეთ. Deputat Guvernțanaos. Mamuleșulno, Cuci Barnavas Istavovalno, Istoria Zaraxos analogii, საკუთარი ინტერესებზე ზევით ქვეყნის ინტერესების დაგენებისა, რაც 2400 წლის უკან მოხდა საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ყველას ეს და არ დაუჯეროთ იმ პროვოკატორებს, რომლებიც ამბობენ, რომ აქ ხდება სკამებისათვის ბრძოლა. არა, აქ არის ბრძოლა დემოკრატიისათვის, აქ არის ბრძოლა საქართველოსთვის, აქ არის ბრძოლა ქართველი ხალხისათვის. სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ მან დისკრედიტაცია გაუკეთა ისეთ ზოგად საკაცობრიობო ცნებებს, როგორიც არის დემოკრატია. იმიტომ რომ მან გააშენა ფსევდოდემოკრატია და მოაწყო არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიო საზოგადოება. და ისეთ ცნებას, როგორიც არის პატრიოტიზმი, მაგრამ ფსევდოპატრიოტიზმი. მე არ მინდა რომ ვიყო სააკაშვილის პატრიოტი შვილი რომ გყავდეს. მან გაუკეთა დისკრედიტაცია საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას. ეს ტერმინი მიითვისა, არ იყო ის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა. საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა არის აქ. აქ არის ნაღდი პატრიოტები, აქ არის ნაღდი დემოკრატია, აქ არის ნაღდი გადამწყვეტი ბრძოლა. სალამი რუსთავს და ხერთვის საქართველოსთვის ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით და როცა მოვკვდით შეგედა ცოდნებს მოვარდა ჩორტით საქართველოსთვის ბიჭებო სავდით. სიტყვა მინდა გადავცე საზოგადოება მესხეთის წარმომადგენელს ქალბატონ თამარ სამსონიძეს. ჩემო ქართველებო, მოგესალმებით სრულიად მესხეთის სახელით. იმ მესხეთის ჩვენმა უღირსმა შვილებმა მთელ საქართველოში რომ შეარწყვინეს. მე დიდხანს ვდუმდი და არ ვიღებდი ხმას, რადგან არ მინდოდა ჩემი ქალაქის ჭუჭყიანი თეთრაული მთელ საქართველოზე გამომეფინა. სამარცხვინო მერაბიშვილის სამშობლოდან ხალხო, მესხეთი ვერ დააჩოქა მერაბიშვილმა. ხალხო, მე დღეს თქვენი სახელით მივმართა. თქვენი სახელით მივმართა მერაბიშვილს და თავს
ბიშვილს თმის ხარიც რომ შეარხეს იმ დელეგაციის წევრებს ვინც ჩვენთან ერთად ჩამოვიდა თმის ხარიც რომ შეარხეს ჩემს ბიშვილს რომელიც პირად ძელობაში ხავს მეხუთე იზოლატორში ჩემი პოლიტიკური აქტიურობისთვის მერე ბიშვილო ვანიკო სიცოცხლით აგებას გეძახი რომ ცხელი კარტოფილი ვერ გამოიღე პირიდან ხალხო ის რაც ჩვენ ვიცით არ იცის სრულიად საქართველო არ შეიძლება მაგ პირობებს რისთვისაც წავიდა პრეზიდენტთან არ დაემატოს მერაბიშვილის უპირობოდ გადაყენება და გასამართლება უპირობოდ თუნდაც ვარცის თურმაზის გამო დიდი მადლობა იცოდეთ კიდევ ერთხელ მთელი მესხეთი თქვენთან არის და მინდა ჩემ თავს უფლება მივცე იმ ძველი ისტორიული სოფელის თუმცა მე იქიდან არა ვარ იმ უდესხამ მოსახლეობის სახელით გითხრათ რომ იქაც ისევე ეზისხებათ როგორც თქვენ ძირს ძვანა მერაბიშვილი უპირობოდ ჩვენ თქვენთანა ვართ მეგობრებო, სიტყვას გადავცემ სოფელ დიღმის მკვიდრს გელა ჟამუკაშვილს. მოგესალმებით ქართველებო! მოგესალმებით გულმაგინო! საგამო მშვიდობისა! ეს მშვიდობა და ყოველთვის საგამო მშვიდობისა იყოს ჩვენი ქრისტიანული, ჩვენი ეროვნული, იყოს ყოველთვის მშვიდობა! მეგობრებო, მე ამ სახელმწიფოს ერთი ლექსი დაუწერე, რომელიც მე ვიყავი მხარდამჭერი, მაგრამ გვეგონა რომ ყველაფერი კარგი იქნებოდა, მაგრამ თურმეც არ იყოფილა. მისიკო ჩვენ ავირჩიეთ, გვეგონა მართლა რჩეული, ამიტომაც ვართ უყველა მის მიერ მონათქცეული. ვარდით მოსული მთავრობა გაუმაცხარი გამოდგა, ტყუილი დაპირებებით ქვეყანა სრულიად მოხდა. იცოდეთ, არჩევნების წინ აწეადება მთავრობა, დადექით გეთქვით ჩვენ გვერდით, დახმარებები კვლავ მოვა, ტყუილი დაპირებებით მათი მზი აღარ ამოვა. გაუმარჯოს საქართველოს! დიდება უფალს! გაუმარჯოს ქრისტიანულ საქართველოს და საქართველოში ყველა მაცხოვრებელს! მადლობას გეთქვით, კარგ ხალხო! მეგობრებო, ინფორმაციის მოწოდებისთვის ახლა სიტყვას გადავცემ ბატონ პაატა დავითაიას. ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა გითხრათ. ეხლა დავიკავშირდეთ სოხუმიდან. დავიკავშირდა ჩვენი ქართველები, ვინც ერთ-ერთ სახლში ზიან და უყურებთ გადაცემას. მივესალმოთ მათ. მათ იმედი გაუწევთ, რომ დაბრუნდება ხალხი. ხეხა ვიყურებთ ყველა. ჩამალულები არიან. ეშენია თუ ვიღაცებმა არ მოკიდა ჩვენ მოკლად ისინი და ჩვენ მინდა მათ უთხრათ ჩვენ მალე შევად აფხაზეთში ჩვენ მალე მივად მათთან გამაგდით დაიყავით ერთად მთელი ქართველობა ვინც დაჭერილია კალჩი ყველა გვიყურებს ეხლა ყველა დუხს ქართული სიცხლი დუხს იმისა რომ ერთად სიცხლი ერთობისა დიდი მადლობა მათ რო არიან გაიხარეთ